დიახ, ასეთ ამბებს ნამდვილად არ ველოდი. პენტაგონი პირდაპირ ემუქრება რომის პაპს ანგარიშსწორებით მას შემდეგ, რაც მან დონალდ ტრამპის კრიტიკა გამოთქვა. ტრამპის გუნდში განაცხადეს, რომ ვატიკანს ჯობს იყოს დამყოლი და მორჩილი დონალდ ტრამპის წინაშე, რადგან მის ხელშია სამხედრო ძალა, რომელსაც შეუძლია კათოლიკური ეკლესია გადასახლებაში გაგზავნოს. და ეს სკანდალი ახლა მხოლოდ უფრო და უფრო ფართოვდება. პაპი ლევ 14 და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ უფრო ამწვავებენ ისედაც მწვავე კონფლიქტს ემიგრაციისა და ირანთან ომის საკითხებს, რაც ვატიკანსა და თეთრ სახლს შორის იშვიათ და მზარ განხეთქილებას აჩვენებს. აღმოჩნდა, რომ ირანთან ომამდე ვატიკანის წარმომადგენელი თეთრ სახლში გამოიძახეს და მოითხოვეს, რომ წმინდა საყდარმა არა მხოლოდ მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპის მომავალ ომს, არამედ თითქმის ჯვაროსნულ ლაშქრობადაც კი გამოაცხადოს იგი ურწმუნოთა წინააღმდეგ. თეთრ სახლში ყველა ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ არა, რას ამბობთ. დონალდ ტრამპს ვატიკანთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. მაგრამ რატომღაც რომის პაპი წელს კატეგორიულად უარს ამბობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლაზე. ამაზე ცოტა მოგვიანებით გიამბობთ. და უკვე ამ კვირაში რომის პაპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დონალდ ტრამპი ირანთან ომის გამო. იმ დროს, როდესაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა ამ ომს ჯვაროსნულ ლაშქრობას შეადარა, მოკლედ მოდით გავარკვიოთ. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შემოტირულობა ამ ვიდეოს აღწერაში მითითებული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. ბული მასზე ასევე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშ, ყველაზე ხმაურიანი სკანდალი გაჩნდა აშშ-სა და ისრაელის ომში ირანის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების წინადრეს. გამოცემა The New Republic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სკანდალი დაიწყო აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსა და ვატიკანს შორის. აი რა წერს გამოცემა. რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რომის პაპმა ლევ 14 სიტყვით მიმართა მსოფლიო მდგომარეობის შესახებ, ეს ჯერ კიდევ იანვარში იყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ელბრიჯ კოლბიმ პენტაგონში დახურულს ხტომაზე დაიბარა კარდინალი კრისტოფ პიერი, რომელიც ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენელი აშშ-ში, რათა მისთვის ლექცია წაეკითხა. შემდეგ მოიყვან ელბრიჯ კოლბის ციტატას, როგორც ამას The New Republic წერს. შეერთებულ შტატებს აქვთ სამხედრო ძალა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ მსოფლიოში გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ. კათოლიკურ ეკლესიას ჯობს ჩვენს მხარეს დადგეს. და აი აქ იწყება ბოდიშით ნამდვილი სიგიჟე. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო ჩინოვნიკმა, რომელიც ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ავინიონის პაპობაზე ისაუბრა. ეს არის პერიოდი 14 საუკუნეში, როდესაც ფრანგმა მონარქიამ კათოლიკური ეკლესია თავის დაქვემდებარებაში მოაქცია, პაპი ბონიფაციუს რაცზე თავდასხმა უბრძანა, რამაც მისი დაცემა და შემდგომი სიკვდილი გამოიწვია. და პაპობა აიძულა რომიდან ავინიონში გადასულიყო. ეს არის რეგიონი საფრანგეთის შიგნით. ამ პერიოდს ასევე წმინდა საყდრის ავინიონის გადასახლებას უწოდებენ. და აი პენტაგონში კარდინალს, რომელიც ვატიკანს წარმოადგენს აშშ-ში, თითქოს მიანიშნეს, რომ მათ შეუძლიათ გაიმეორონ ეს ავინიონის გადასახლება მთელი წმინდა საყდრისთვის. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პეტ ჰექსეტი და პენტაგონის სხვა მაღალი თანამდებობის პირები განსაკუთრებით აღშფოთებულნი იყვნენ რომის პაპის სიტყვის ფრაგმენტებით. რომის პაპმა ჯერ კიდევ 9 იანვარს განაცხადა, რომ, ციტატა, დიპლომატია, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს და ყველა მხარეს შორის კონსენსუსის მიღწევას, იცვლება ძალაზე დაფუძნებული დიპლომატიით. ომი ისევ მოდაშია და ომის ცხურვილი სულ უფრო ფართოდ ვრცელდება. და აი რომის პაპის ეს ციტატა ძალიან აწყენინა დონალდ ტრამპს და იქ ამას აღიქვეს როგორც რომის პაპის მხრიდან ტრამპის კრიტიკას. საერთოდ აშკარა იყო, რომ რომის პაპი სწორედ დონალდ ტრამპზე საუბრობდა. იმ დროს დონალდ ტრამპმა ახლახან დააკავა ვენესუელის დიქტატორი ნიკოლას მადურო. გასულ ზაფხულს ბომბავდა ირანის ბირთვულ ობიექტებს და აშკარად ემზადებოდა ომის ახალ ფაზაზე. გარდა ამისა აცხადებდა, რომ აშშ-ში კონტროლს დაამყარებდა კანადასა და გრენლანდიაზე. და ეხლა ექსპერტები შოკირებულნი არიან იმ ფაქტით, რომ პენტაგონი იწვევს ეკლესიის წარმომადგენლებს და მათგან ერთგულებას ითხოვს. აქ კიდევ ერთ ციტატას მოიყვან ჟურნალიდან The New Republic. ეს აღმაშფოთებელი დაშინების ტაქტიკა უპრეცედენტოა. არ ვახსენეთ იმ შემთხვევებს, როცა მსოფლიო ძალა ფიქრობდა, რომ შეეძლო ძალით ტალით თხვედ აეყვანა რომის ეპისკოპოსი.
ვატიკანი იმდენად შეშფოთდა პენტაგონის გაფრთხილებით, რომ რომის პაპმა გააუქმა თავისი გეგმები წელს მოგვიანებით ASCII-ში ჩასვლის შესახებ. ვატიკანში ბევრმა პენტაგონის ავინიონის პაპობაზე მინიშნება აღიქვა როგორც სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა წმინდა საყდრის წინააღმდეგ. დაძაბულობა არ შემცირებულა თებერვალშიც კი, როდესაც წმინდა საყდარმა უარი თქვა თეთრი სახლის მოწვევაზე, რომ მასპინძლობა გაეწია რომის პაპისთვის, რომელიც სხვათა შორის ASCII-ში დაიბადა. ამერიკის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე ივლისში. ამჯერად ვატიკანმა გარკვეული დამცირება მიაყენა დონალდ ტრამპს, როდესაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ASCII-ში ვიზიტის ნაცვლად სხვა გადაწყვეტილება მიიღო. რომის პაპი. და ეს არის პატარა კუნძული ტუნისსა და სიცილიას შორის. ესიც შემთხვევით არ არის არჩეული. რადგან სანამ დონალდ ტრამპი ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუნზე იქნება, რომის პაპი გაემგზავრება ამ კუნძულზე, რადგან სწორედ იქ ათასობით იმიგრანტი ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოდის ნაპირზე. ეს ერთგვარი ირონია დონალდ ტრამპის მისამართით, რომელიც მიგრანტებთან ბრძოლას ეწევა. თუნდაც გამოცემა Axios წერს, რომ პაპი ლეო მე-14 და ASCII-ს პრეზიდენტი ტრამპი კიდევ უფრო ამძაფრებენ ისედაც მწვავე კონფლიქტს. ციტატა. იმ დროს, როცა კათოლიკური ლიდერები ირანთან ომს განიხილავენ სამართლიანი ომის თეორიისა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით, ASCII-ს თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა კონფლიქტი ქრისტიანული ნაციონალიზმის რიტორიკითა და მაქსიმალური მომაგვდინებლობის მიდგომით გააუსო. ამ კვირაში პაპმა ლეომ ყველაზე მკაცრი დაგმობა გამოთქვა. მან პრეზიდენტის მუქარა გაანადგუროს ირანული ცივილიზაცია სრულიად მიუღებლად შეაფასა. შემდეგ მოხვება პაპის ციტატა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ეს ასევე სიძულვილის, დაყოფისა და განადგურების ნიშანია, რაც ადამიანს შეუძლია. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპი მართალია და საერთოდ ყველა ვინც თეთრი სახლისა და ვატიკანის კონფლიქტზე ლაპარაკობს, ეს fake news-ია. ეს ყველაფერი ტყუილია. ანა კელის განცხადებით, Лавадома заявила, цитата: პრეზიდენტ ტრამპის ყველა საგარეო პოლიტიკური ქმედება მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს, სტაბილურს და აყვავებულს ხდის. ამერიკელმა კათოლიკეებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი პრეზიდენტ ტრამპს 2024 წელს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ვატიკანთან ყველაზე პოზიტიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს. და პენტაგონში აღიარეს, რომ დიახ, მართლაც გამოიწვიეს კრიზისი. მართლაც ვატიკანის წარმომადგენლები დაიბარეს საუბარზე. მაგრამ დაამატეს ციტატა: პენტაგონის ოფიციალურ პირებსა და ვატიკანს შორის შეხვედრა იყო პატივისცემითა და გონივრული დისკუსიით გამორჩეული. ჩვენ წმინდა საყდრის მიმართ მხოლოდ უდიდეს პატივისცემას გამოხატავთ და მივესალმებით დიალოგის გაგრძელებას. აქ წერტილებს დავაშვა. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწევეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ. ამას შეგიძლიათ დონატის საშუალებით გააკეთოთ. ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდზე. და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმული მასე ამ ვიდეოს აღწერაშია. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. ამინ დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.